მოდი აქ დროები დავაპაუზოთ, რადგან ამ მომენტის მერე ვითარება ირანულ ქორწილში უკვე უკონტროლო ხდება. იმის გასაგებად კი თუ რომელი ფილმის სიუჟეტში აღმოჩნდით მე და გიგი კომედიის, საშინელების თუ ფენტეზის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვათ საკუთარ თავს. როგორი იქნებოდა ქორწილი იქ რომ მხოლოდ კაცები ყოფილიყვნენ? რა ხდება მოზიშვილებო? ეს ერთი საკითხია, რომელიც ალბათ არც არასდროს გიფიქრია და არც უნდა გეფიქრა, რადგან ქორწილის გაგონებაზე თავში პირველად თეთრი ლამაზი საერთო კაბა და ლამაზად გამოწყობილი სტუმრები უნდა გახსენდებოდნენ. მაგრამ როცა მოგზაური ხარ, ხშირად ბევრ უცნაურ რამეს შეხვდები და მათ შორის ალბათ ყველაზე უფრო უნიკალური ირანული ქორწილია, რომელსაც YouTube-ის ამ ეპიზოდში მოგიყვებით. და თუ ვიდეოს ნახვის მერე ირანულ ქორწილში წასვლა მაინც მოგინდა, იცოდე რომ ამ უნიკალური და ცოტა ბრუტალური გამოცდილების მიღება არც ისე მარტივია. რადგან მე ამისთვის ჯერ ირანის ელჩს სტუმრე საქართველოში, რის შედეგად ირანის ქუჩაში ლამის ყველა გავლენას კითხია პოტენციური ქორწილის შესახებ. Hello, do you know where can I find wedding here? Do you know wedding here somewhere? Iranian wedding. You mean ceremony? Ceremony wedding, yeah. You know weddings? No. Iranian wedding. No. No. და ბოლოს ეს ვირიც კი შევაწუხე რომ როგორმე იქ მოხვედრილიყავი. თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოდიოდა. ქორწილს ვეძებთ აქ სადმე ირანში. ხო ვერ მეტყვი შესაძლოა გეცოდინება აქ ყობა გამოსილი კაცი ხარ. ჩამოყალიბებული ჰაბიტუსი მაქვს. მაგრამ თავარი რომ რაღაც გულით გინდოდეს და ის აუცილებლად გამოვა. და როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი, სწორედ მაშინ მოვიდა მესეჯი რომ ქორწილში დაპატეჟებული ვიყავ. და ამ ყველაზე უფრო არასტანდარტული გამოცდილების მისაღებად და თქვენთან გასაზიარებლად, ჩემს ყველაზე უფრო გიზმაკასთან გიგისთან ერთად წავედი. ყველაზე უფრო სულელური იდეით, რომ ირანულ ქორწილში, ირანის ყველაზე უფრო უსაფრთხო გზებზე ავტოსტოპით წავსულიყავით. მეგობრებო, ეხა ვარ ირანში ავტოსტოპზე. საუკეთესო ადგილია, რაც შეიძლება. ყველაზე უფრო უსაფრთხო ეყანა, როგორც ალბათ თქვენ წარმოგიდგენიათ და მივდივართ ქორწილში. აი ესე აქ ბარგი გვაქვს, სადარ გამისტოპია ირანში პირველად და ალბათ უკანასკნელად გამარჯობა გაგვიყოლეთ. რა ბუნება? არა, ბუნება ლამაზია ძალიან. იმედია ხალხის ბუნებასავით ლამაზია. ლამაზი გახედე. არ ყოფილა. და რაც არ უნდა უცნაური იყოს ირანულ ქორწილში ფერეიდანში ვიყავით დაპატეჟებულები. რაშიც ისევ ფერეიდნელი ქართველები დაგვეხმარნენ. და პირველ მანქანამაც ნუ რამდენიმე წუთში გაგვიჩერა, მაგრამ აქ იყო ერთი ძალიან უსიამოვნო გარემოება. ანუ გაგვიჩერა. Pereidan. მეგონი ფული უნდა. No. No money. Okay, thank you. ეს არის თქვენი ირანი. ესა ქორწილში მიდივარ ბიჭები, მაგის დავადე რა პონტია. რთული იქნება მართლა Pereidanში წასვლა, მაგრამ ამოვა. ისეთი ხალხი ვარ. თუმცა ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში, როცა დროით ჯერ კიდევ კადრებს ვიღებდით, ახალმა მანქანამაც გაგვიჩერა. გაგვიჩერა. Hello. No money. წავედი. ხო არ გადაო, რა მალე გაგვიჩერა, ბიჭო. დრონი ვერ მოვასწარით, დასამიდან მაგ გაგვიჩერა, წარმოიდგინეთ. Salam. Salam. English? No. სად ვიყავართ არ ვიცით, სიმართლე რო გითხრათ, ვერ გავიგეთ, იმიტომ რომ ინგლისური არ იცის საერთოდ. ჩვენ კიდე ირანული არ ვიცით დაიკვირდებათ. ამან ქართული არ იცის. პორჩი. თავარია ქორწილში ჩავახციოთ ბიჭებო, რომ ზმანი ვიყიდოთ და მოემზადოთ რა, აბა, რეგამ თავარი. ნახევარი საათის მერე კი ამ კაცს გატეხილი ინგლისურით და მრავალ ავტოსტოპ გამოვლილი body language-ით ძლივს დავაჯერეთ, რომ ამ უდაბნოში ნამდვილად გზაზე გვინდოდა რომ დავეტოვებინეთ და არა ავტობუსის სადგურში. ვერ ვაჯერებთ ხალხს, რომ აქ ესე დავდივართ ავტოსტოპით. არ ჯერა, ამათაც არ ჯერათ, მე მგონი. ავტობუსთან ვიგიყო, არ გვინდა, არა. Thank you. აუ, გაგიჟდა, ხო არა. ის კაცი არ წავიდა გვიყურებს. ისე ვიგდგას, რას აკეთებენო? ქორწილში ესე უნდა შევიდა. აი, დაასხით მე. პოლიცია. გადავრჩით. და იმ ფაქტით გახარებულება რომ პატრონმა ყურადღება არ მოგვაქცია, გადავწყვეტ რომ წინა საქორწილო განწყობა ავტოსტოპზევე შეგვექმნა და ამიტომ გთავაზობ ჩვენი ცეკვის უნიჭიერეს კადრებს. დაასხით. გაგვიჩერე. იგზე სვაილ იგზე. გენაცვალე. აბა! შეგენაცვალე, დაასხით. ხო და მეგობრებო, მოგზაურობაში აი დინამიკი აუცილებელი რამ არის, პატარა კომპაქტურია საათგია. ჩადეთ, ცუდ ხასიათზე ხართ, ჩართეთ, კაი ხასიათზე ხართ, მაინც ჩართეთ რა, არა პრობლემა. და რა სწავარია ნებისმიერი ტექნიკა, რომელიც შეიძლება რომ მოგინდეთ დაგჭირეთ მოგზაურობის ან სხვა დროს, all market-ზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, გამოიწეროთ, არ არის პრობლემა. გენაცვალეთ,
წავედი, ხა მე გავაჩერო მანქანა. მე გიმღერო, გინდა? ტრულალა შენი ჭირიმე. არა, ეს დინამიკი ჯობია, წავედი. და რადგან მანქანა არ გვიჩერებდა, ჩვენს ახალ მუსიკაზე განვაგრძებთ ცეკვა. დირექტორის სადგურა. აი ეს არის აჯაფსანდალის ზედა რომელსვია. მაგრამ აქ ჯერ არ ვიცოდით, რომ სულ მალე ეს მოხდებოდა. გაგვიჩერე. თუ სპორტული. აიდა, hello. Police? It was at this moment that he knew. He fucked up. ქარჩელასა ეხართ. Passport? პასპორტ. Open? Furniture, yeah. Travel, vlogger. Travel. გვერხა? Clothes. What? Dinamic, camera. Música. Seta parlo. იმან გამოუშვა იმ პროცესს და მეგონი დაგვერხა ხო? კაცო. დაგვერხა. იმედი ამ კამერას აწვავთ. იმედია ჩვენ არ წაგვიყვანეს. საკმაოდ დიდი ხანი გვშრეგდნენ და ამ დროში ყველა ჩანთა ამოგვადაგებინეს და გაჭრიგეს. გაგვიმართლა რომ გიგი მეტასათვალეებით იღებდა ამ ყველაფერს და ამ კადრების თქვენთვის გაზიარება შეგვიძლია, რადგან ამაზე ყურადღება აღარ გავამახვილებიათ. და რადგან მათი ერთ სიტყვაც არ გვესმოდა, გვეგონა რომ განყოფილებაში გადავიყვანენ, რაც ალბათ ხვდებით რამდენად არ გვინდოდა არც ერთს. მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველ გარემოებაში ერთ მომენტში უბრალოდ წავიდნენ და გზაზე დაგვტოვეს. მალე უნდა გავაჩერო ჩიჩი. წავიდე. არის სასიარულო. ამერიკაში რო ვიყავი, კიდე გაიგონახეს. გაგვიჩერეთ რა. ვიყარეთ რა აღარ. ტელეფონი გადაიღე რო რამე. ანუ ეხა ძააგვიდა რომ მალე წავიდეთ და ჩავიდეთ. აღარ მინდა იმიტომ რომ ანუ არაფერი არ არის. მართლა ძალიან გვინდა რომ ამ ადგილს რაც შეიძლება მალე გავცლოდით და ქორწილამდე რაღაცა ისე ჩაგვეღწია რომ ღამე ირაულ ციხეში არ გაგვეთია და ზუსტად ამ დროს არსაიდან გამოჩნდა ეს ადამიანი წავედი რომელმაც ძალიან გულწრფელი კითხვა დაგვისვა What are you doing here? Hitchhike. Autostop. People. ხო როცა სამოგზაურო კონტენტს აკეთებ ხშირადაა როცა ასეთ გაკვირვებულ მზერას აღვაჩენ ადამიანების სახეზე რადგან მათ ხშირად არ ესმით ხოლმე თუ რატომ აკეთებ ამ ყველაფერს ამიტომ ჩვენს პირდაპირ ახალი სიგიჟის გასაკეთებლად წავედით და ცოტა დაგვერებით მაგრამ ძალიან ენერგიულად პირდაპირ ქორწილის წინა საზღვრით შეუერთდით ტრადიციულ კონტენტში მოვედით ეხა. წავედი შეუერთდი ერთი ვიცეკო. დავერთო შევარდე? არ დავარ. Kometiz! Tamam. Bizi kaçarla gelin. Açarული, avay. Ramutsequave var. როგორც გავიგეთ ირანული ქორწილი სამ ნაწილად იყოფა და ჩვენ ახლა ეგრეთ წოდებულ პრეპარტიზე ვიყავით სადაც ჩვენს მისვლამდე საკლავი დაიკლა და სულ მანე მეორე ცეკვაზეც გადავედით ოპა, გადმოყარა ხურდები. აუ, დავამუღავე. როგორც ალბათ უკვე შეამჩნიეთ, აქ მხოლოდ კაცები ვცეკვავთ, ქალები კი მოშორებით გაან და გვიყურებენ. თუმცა როგორც მალე აღმოაჩენთ, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ქორწილის ცერემონიაზე მხოლოდ კაცები ვიქნებით. მაგრამ გარდა ამისა, აქ კიდევ ძალიან ბევრი უცნაური ტრადიციაა, რადგან დასალევი მუსლიმანურ ქვეყნებში სასტიკად დაკრძალულია, არ ვიცით თუ როგორ გამოიყურება პატარძალი, რა სჭამენ, როგორ იწყება ქორწილი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერზე კი ნელ-ნელა მოგიყვებით, მაგრამ იქამდე მოდი ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი საძინებელი ოთახი ირანში. ამ დაღლელი დღის მერე მეგობრებო, მოდი განახოთ რუმ ტური როგორ გამოიყურება ჩვენი საძინებელი. აი, საძინებელი. ჩემი ლოგინიც რო ნახოთ. აი, ეს მეტახტი მაქვს, იმას პროცესს აწოლი აქვს. აი, ეს ჩათლახი ჩემი თამაში. აქ მოხდება. შედით, იყიდეთ, იჩათლახეთ. გაგისწორდებათ. აუ, ეხლა ხვალ ბევრი საქმეა. ქორწილში ვართ. გასაზმანები. მეორე დღეს ზუსტად იმ მუსიკის ფონზე დავიწყეთ, რომელმაც ალბათ ბევრჯერ გაიჟღერა თქვენს გონებაში ამ ვიდეოს ყურებისას. დიდი დღეა, დიდი. ქორწილისთვის კი აუცილებელი იყო, რომ ტანსაცმელი და საჩუქარი გვეყიდა მეფე პატარძლისთვის. ნუ მართალია პატარძალი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ გულის სიღრმეში გვეჯერა, რომ ორივესთვის ყიდულობთ. აჩი სად ვიდივართ, აჩი? ეხა უნდა ავარჩიოთ ყველაზე უფრო ირანული ზმანი. ჯერ ჭამა? აუ ხო ჭამ. მართალი წავედი ვჭამთ. აი ესე მეგობრებო ლიმონადი, აქ კიტრი მეჭერება საღამოს მერე ხელში და ლიმონი ხონ. შენ იმასკენ გადამიგე. კამერა დარღვევია. მშობლები რო და. მშობლები და. ესე რო იღებენ მშობლები. ხო?
მშობლებს თქვენ არ დაგცინით ის სხვა მშობლებია საუბარი. ჩვენ ზატი მშობლების სასახში კი ვართ. ეს მიდიო თუ ავექვსნას ლაიქზე, მე წავალ მივდივართ მე. ხო წამოხვალ. თავაო. მივდივართ ინდურ ინდურ კონცერტში. კონცერტში. გავაგრობთ მაგასაც საიდანაც უეჭვით. ამიტომ ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ მეგობრებო. საჩუქარი არ დავიყიდოთ კურცელში. ხო და მე საჩუქარი მე იყო იმდენი და ჭამო როიც ამოიღო. ალსი არ ახარ რა. შენ თუ იმაზე ნაკლები ჭამე. ხო. ვიდრე საჩუქარში გადაიხადე. წერი ხო არ ახარ? მართალი. ქორწილის Outlook-ის არჩევაში კი ჩვენი კარგი ფერეიდნელი მეგობარი ერეკლე მიქელაძე დაგვეხმარა. ეხა მივდივართ რომ გავიზმანოთ, მოკლედ ჩავ გავიზმოთ რა სიტყვა. ეხა მივდივართ რომ გამოვეწყოთ მოკლედ საქორწილოს. ხო არის აქ კაი მაღაზიები? დაბა? დოლჩე გაბანა არ გამოუშვეს ვიდრე. მოვედით მაღაზიაში, წამო გიგისას უნდა ჩავ. ბიჭო, აი თეთრი პერანგი? რო ვიძახდი. ბალენსიაგა. იქ შენთვის შეჭება. შენ ეს ჩაიცვე? ამას ჩავიცვა და ეს ავიდეთ. და რეალზე მითხარი ხო ვაში? რეალი ვიცი. 1 მილიონი გარო. 1 მილიონი? მილიონერები მგონი ვართ ბიჭო? ვენიერ. იჯობია. ჯობია ხო. აჩი რა შვები იცვლი აჩი? აჩის ელოდები შენ? აჩის ელოდები? აჩი. და აი ისიც ექსკლუზიურად ჩემი არხის ერთგული მაყურებლებისთვის. აჩისვანიძე და სპეციალური მოწვევით გიგი კუბოდან ახალ ამდგარ ქათამაძე ქართულ მძაფ სიუჟეტიან თრილერში. გასეირნება ირანულ ქორწილში. ვის ყავს ვირი ჩვენისთანა? ეს რომ მეუყარეთ საჩუქრად. ბიჭო, აჩი. Good guy. ეხა ფიქრობდი და იმენა ფიქრება წავიღო, მაგარი გამოვა, დაყენა კაია. წელი ხა ჩაიცვი შეცვი. ვიდო, ვაფშე მაგარი იქნება იმენა. რაზე ვფიქრობდი ახლა იცი? ატარძორს. არ მოვეწონო და რა დაინგრეს ოჯახი. გვერდა დაგვიჭერე. კამამატრახე. ავე. დებილია რე. კონტექსტი აქ ნული გეულები. რებს ლაპარაკობს იმენა. საათა შეჩება იმაში კი არა, ნიუ-იორკში. ნიუ-იორკ. აჩი რაო რას ამბობ? რა ღირსო? ყველა ის რაც აგიღიაყე 3 მილიონი 3 მილიონი? რა ამბობ? 3 მილიონი სად? შეგატყობი დიდარი რო ხარ. 2 მილიონია? кейსით ასე მოვდივარ, დიდი кейსით მოვიდა. მანქანაში მაქვს ფული, დაწეც კი. 2 მილიონი ნახევარი. არა? ვიდე შენევაჯრე? ვიდე თქვენ? 2 მილიონი გადმოიცხეთ. კოსტონის 2 მილიონიო მარტო. გადათვალე აჩი. ეგეხმარო მოიცადე. ქორწილში ეს აყრია. ესეც მხალხო პირველად შემცხოვრებაში ვარ მილიონერი. აქამდე არასდროს არ ყოფილვარ. აჰა შენ ეს. და ზუზუმა ნახე. რო არ ანახებდი ხალხილა ვიდეოებში. 100,000. აი ხო, აკიდე ხა. კონდეს. რადგან უკვე გამოწყობილები ვიყავით, რო იყო რომ საჩუქარის გვეყიდა და ოქროს ბირჟისკენ გავემართეთ. ჩვენ ახლა უსტაჩუქროთ ხო არ მივართ ქორწილში და მოვედით რომ აი აქ ოქრო, რადგან მილიონრები ვართ ოფიციალურად ირანში. ამ ფეხსაც ძალიან ცუდი ოპერატორი ხარ. მე უფრო კაი ოპერატორი ვარ, ვიდრე ესაც მე ვუღებ ხოლმე. მოვედით რომ მილიონერები ვართ. წადი. ეს რა ღირს? 100 უნდა დააკვირ ერთი მილიონსა. მეგონი ისო კაცო მილიონერი კორდი ხარ. ლამაზია. ხوار დავაწეროთ აჩი და გიგისგან. დავაწეროთ. რა შეიძლება დავაწერო პასტა? ქართულად აწერს ირანულ ქორწილში მიდივართ. რა უნდა გაიგოს? იხა დავაწერ ინგლისურადაც. From გიგის მანი. აჩის hard. პასუხად სხვა დავწეროთ. აქ დავაწერიოთ. მილიონიანი საჩუქარი. დაპატიჟეთ ქორწილში, მილიონიან საჩუქარს მოგიტანთ. მეტი რა. აჩის გული. ჩემი გული გიგის გული. მიეცი ახ გული ხარ. რას მასტები მიეცი გული. 9. საკმარისია, ხო, საკმარისია. 9. ოლიგარქის როლში ვარ რაღაც აი ამ მიცი რაღაც გული რომ ოლიგარქი ვარ. და რადგან უკვე საჩუქარი ნაყიდი გქონდა, თამამად გავეშურეთ ქორწილისკენ. აჩი მე მგონი მე ესე გონია რომ შენ ხარ. გამარჯობა.
ირანის მერობის კანდიდატი მოვიდა, არჩილი. გურ არ გიხდები, რაღაც სხვა ხარ, იმენა ვინდა ხარ, იმენა. ქორწილ? არა. Yes. Yes, course, wedding, dance. Chicken. Yes. მოდით, არგია, კარგი, ბატონის ურა ვარ შეჭე. არ იყო გითხო. ამას ამოგიჭრი მე. მოვედით, მე ვიცეკვოთ. თავი მგონია, სელებ. ეხო ერთ one. ეთილი იყო თქვენი მომხდენება ირანულ კონცერტში. აი, გედა. სალამ. ხო, ტრადიციული ირანული ქორწილი ორ ნაწილად ქალების და კაცების დარბაზადაა გაყოფილი და ამ შემთხვევაში ჩვენ ეს ფარდამყოფს ქალების დარბაზისგან. ეს ტრადიცია რელიგიური ფონიდან გამომდინარე არსებობს ქვეყანაში, თუმცა დიდ ქალაქებში უკვე ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. ჩემს ასევე ძალიან გასაკვირი იყო, რომ სუფრაზე არანაირი საჭმელი ან წასახევსებელი არ დაგვხვდა. და ჩემი გეგმა რომ იმაზე მეტი უნდა მეჭამა, ვიდრე საჩუქარში გადავიხადე, ნელ-ნელა ნაცარში მივარდებოდა. და რადგან არავინ ცეკვავდა და არც საჭმელი იყო, პირდაპირ საქმეზე გადავედი და დარბაზის საცეკვაოდ გამოვიწვიე. როგორც ხდება ხოლმე ჩემი და ამ ჯელის საოცარი პერფორმანსის შემხედვარე, სხვებსაც мотиваცია მიეცათ და ნელ-ნელა უფრო მეტნი გავხდით dance floor-ზე. და თქვენ ალბათ გაგიჩნდათ კითხვა თუ სად ვისწავლე ეს უნიკალური მოძრაობები. ამაზე პასუხს კი ჩემს Instagram არხზე ნახავთ, რომლის ლინკიც description-ში დაგვხვდებათ. ამ საოცარმა მოძრაობებმა კი თავის შედეგიც გამოიღო და მალე სცენაზე სრული ქაოსი მივიღეთ, რომელსაც სამწუხაროდ მხოლოდ კაცები უქმნით, რადგან ქალები ფარდის მეორე მხარეს გულაობდნენ. ეხა უფრო მოიხოდა შეჭემა ნახე. ეხა უნდა. მარტო კაცები ვარ, როგორ ანუ ეს გაგაურობა. ვენა ისვალე ამა. ოფლის სურით გაწველგა. არა, სუსვარი. და რადგან სასმლის სუნი ვიგრძენით ჩვენც როგორც ნამდვილმა ქართველმა მამაკაცებმა, რომელთათვისაც ქორწილი აუცილებლად დალევას ასოცირდება, გადავწყვეტ რომ მოგვეწყოს საიდუმლო ოპერაცია ქიშმიში. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შეიძლება 10 მატრახითაც დაუჯილდოვებულიყავით. თუმცა არ მგონია 10 მატრახი ამ ყველაფრის ფხიზელი თვალით ყურებაზე უარესი ყოფილიყო. ჩვენ ახლა მივდივართ საიდუმლო ოპერაცია ქიშმიშზე. აქეთ ვსვავე? წამო. არ დაგვიჭირა შე ბავშვი ვაირანი. შუბთა რო ვიღებ. თანო ვიღებთ აქ ჩუბად და ეს გიგიაო? არა, რაღაც არ ვიღებ, ეს პროსტა ისე. ქიშმიშ? Keşme? Keşmeş no. No, okay. Xorma yes. ოთის ხორმა. Xorma. Yes. ხორმა. Yes. Yes. Good. Okay მიკონა. ხორმა good? როგორც შემდგომ გავიგეთ, ქიშმიშის და ხურმაც ორივე არყის ნაირსახეობა იყო. უბრალოდ ქიშმიში ყურძისგან მზადდებოდა, ხოლო ხურმა ხურმისგან, ანუ კარალიოკისგან. Xorma yes. ხორმა good? Yes. Okay. თუმცა იმისთვის რომ ხურმა დაგველია სრულიად უცხო ადამიანებს ირანიდან სახლში უნდა გავყოლოდეთ, რაზეც რა თქმა უნდა ყველა უარს იტყოდა. ამიტომ ჩვენს თავამად დავთანხმდით ამ შემოთავაზებას და ოპერაცია ქიშმიში ოპერაცია ხურმად გადაიქცა. კონტრაბანდისტები ვარ. სახში მივდივარ და დაგვიჭირა გვაწამო. არა ვის აღარ ვიცნობთ ერთი ფოტოგრაფის განდა და ის იღე შაოს ვაფშე არ ვკიდიო. არჩილჯანი გავხდით. რა იწერა? რაზე? არ უთხრადი ყავითო გაყვები. მაინც წავყეთ. ანუ დებილები. აჰა, всё. აუ, კაი, მართლა სადველი. და აი ესე აღმოჩნდით რენდომ მანქანაში, სადაც ოპერაცია ხურმა წარმატებით, მაგრამ ძალიან მწარედ გაგრძელდა. დავაი. კარგია ნა. სალამატი. ღარბი და ვაფშე შეძლებას ვიცავა. 2 minutes later. აბა მეფე პატარდას გაუმარჯოს. აბა მეფლარ? მეფე პატარდას გაუმარ. ჯოს. გაუმარ. ეგა ხარ შემოგეღო. კორტესი ვარ და მაგარებს. მაგარებს უკვე მოძრაობაში, რომელსაც თვრალი კაცი ატარებს. აბა ჩვენ გადარჩენას გაუმარჯოს.
ოპერაცია ხურმას წარმატებით დასრულების შემდგომ კი დარბაზში დაუბრუნდით იმის იმედით, რომ იქ საჭმელი დაგხვდებოდა, მაგრამ კოვზი ისევ ნაცარში ჩამივარდა. ანუ ჩემთვის ყველა სიგიჟე რა, ეს 7 საათზე მოვედით. 10 საათია და ერთ საჭმელს არ მოუტანიათ. ანუ მოუკვდე ტკბილი რო ჭამე? მარტო ერთი ის ტკბილი რო ჭამე? დებილობა ტკბილი მოიტანეს რა და მაგის გარდა არაფერი არ მიჭამია და ეს რო იმერეთში ვიდე მიკადრო ჩემს აკუთაი. იმ ქორწილს ისე დღეში ჩააგდებენ რომ არ ვიცი. ამის მერე კი გარეთ ადგილობრივ ბირჟას შეუერთდით. ჩემი ძმა? ნახე რა პეჩოსკა ბავს. ფოლოვერი? თუმცა ბირჟაზე ბევრი ვერაფერი გავიგეთ, ამიტომ სასმით ცოტა უკვე შეჟურებულები უკან დავბრუნდით დარბაზში საცეკვაოდ. და აი ესე აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში. საღამოს ბოლოს როგორც იქნა საჭმელის გამოშთა სუფრაზე, მაგრამ მე მაინც ძალიან იმედგაცრუებული ვრჩებოდი, რადგან მხოლოდ ერთი კერძი მოიტანეს. საქართველოში იმერეთში მოაქვს 28 განსხვავებული საჭმელი ალბათ მინიმუმ. აქ მოუტანეს ერთი მარტო. ჯერ დაიცადე შეჩება. აი თუ მოიტანო მეტი უნდა აგერნა. სამწუხაროდ გიგი მართალი არ აღმოჩნდა და ქორწილი მხოლოდ ამ ერთ კერძზე გადავატარეთ. ეს ალბათ კაცების მხარეს, თორემ ქალების მხარეს დარწმუნებული ვარ, რომ სავსე იყო იქაურობა. რაც მაკლე კიდე ერთი არის ჭუბი. ქართული ქორწილი ხო ყველა ასწორებს ესენი არ ჭუბობენ ჯერ. იმედია მოდი ჩვენ დავყვებები. მარტო კაცები არიან და ვის გამო უნდა იჭუბო? ამაზე ალბათ ნათქვამი შეძახილმა ხე გაახმოვა და ჭუბის მეზები კინაღამ ისევ ჩვენ გავხდის, რადგან ამ მომენტში ამ ჯელს რაღაც ძალიან არ მოეწონა გიგის ქცევაში. თუმცა მთავარია თავდაჯერებულობა და დიპლომატიური ღიმილი და მალე ყველა ერთად ვიცოდით რაღაც ისეთზე, რაზეც თან წარმოდგენა არ მქონდა. რათა ხვდებოდი რაც იყო, რადგან ნასვამზე მეც ბევრჯერ მიქნია უცხოელისთვის მსგავსი სულელე. მონდი ალირაში სუპერი ალირაში ხარდემ ყოლე ვეჭველი ვაგინები ვიღაცას და არ ვიცი ხარდემ ყოლეს ბოსბაი ვაგინებიებენ ერთმანეთის და ხარი მიდი მონდი ხარ მონდი უთხარი კარგი გამოსვით მიდი უძარ მონდი და მალე ისე დავძმაკასდი ყველასთან, რომ რეკლამასაც კი ვაკეთებდი ადგილობრივი სუპერმარკეტის სპარსულ ენაზე. აჩი მე კოლორი მერობის კანდიდატი. დია ისე რამი სუპერმარკეტ ალირაშიდი. აჰა. გუდ. გამოიწერე ჩემი არქივ ანუ ამას ვამბობთ. ჩემი არქივ გამოიწერე და ლაიქეთ ვიდეო. რის შემდეგაც ისევ dance floor-ს დაუბრუნდით და იმ ჯელთან ერთად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცემას გვიპირებდა, ცეკვავენ ვარსკვლავების კონკურსის მოვაწყვეთ შუა სცენაზე. ამ ტოპ განწყობაზე კი საჩუქარით ვაჩუქეთ სიზეს. რის შემდეგაც კიდევ ერთი ტრადიცია შეასრულეს, რომლის თანახმადაც თუ ამ ყავისფერ მასას, რომელსაც ჰენა ჰქვია, სიზეს და პატატას წაუსვამენ, ისინი ბორტით ვაისგან იქნებიან დაცულნი და ბედნიერი მომავალი ექნებათ. საღამოს ბოლოს კი ქალები ჩემოვიდნენ რამდენიმე წუთით ჩვენს დარბაზში, მაგრამ ძალიან გთხოვეს, რომ ეს სცენა არ გადაგვეღო და ჩვენს პატივი ვეცდით ამ ტრადიციას. ერთი რამე უნდა აღვნიშნოთ უეჭველი, რომ ანუ სტუმართ მოყარეობაში მართლა ძალიან კარგები არიან, ან ჩვენ რო ვიცით დაძალება ეგრე იციან ამათვას გაძალებენ ყველაფერს არასრულეულები 10 ჯერ გიმეორებენ რომ გინდა როცა არ გინდა მაინც მაგას ამბობენ და ეგეც აღსანიშნავია აუცილებლად ეკმათ და რა ვისწავლეთ ირანული ქორწილიდან. პირველ რიგში ის რომ ქორწილი ქალებთან ერთად ბევრად უკეთესია. თუმცა როცა მოგზაურობ მნიშვნელოვანია რომ იმ ქვეყნის ტრადიციებსა ჩადიხარ პატივის სცემ.
განსაკუთრებით კი ისეთი კარგი ხალხის, როგორიც მოშაის ოჯახი იყო, რომელმაც ორი სრულიად უცხო ადამიანი მათ ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან დღეზე მიგვიწვია და გვიმასპინძლა. ასეთი შემთხვევები ხშირად წარმოდგენა სრულიად გიცვლის ქვეყანაზე, ხალხზე და მათ კულტურაზე. და მეც ამ და ბევრმა სხვა შემთხვევამ ირანი სრულიად სხვა თვალით დამანახა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში კიდევ ვიმოგზაურებ. შენ კი თუ მოგეწონა უცხო ქვეყნის ქორწილში დასწრების კონტენტის იდეა, დამიწერე კომენტარებში თუ რომელ ქვეყანაში დავესწრო ქორწილს მომავალ ეპიზოდში.